შედარება უნდა მოხდეს. ისიც მარხვის დარღვევაა როგორც ის. ისიც მარხვის დარღვევაა, როცა 100,000-იანი ჯიპით დადიხარ სასულიერობაზე. ეს არ შეიძლება, ის დაუშვებელია საქართველოში. როცა ერი მშიერია, შენ 100,000-იანი მაგალითად არ უნდა ირო, არც სასულიერო, არც საერობის არ აქვს უფლება და არც სასულიეროს. როცა ერი გაუფეთურებული მშიერია. რა მნიშვნელობა მარხვას მაშინ? და 5 ლარი ბაძრის ხალხს მიირთმევ, ხო თუ რაც არის. ხარ მარხველი და შენს გვერდით ვიღაცა მშიერი კუთება. რა არის მარხველი ერთებს? არა ხარ მარხველი ბატონო. ასეთ მარხვას ერთი ჯერ შეიჭიროს, ცხელას დარტავს და რისხას მოაწევს. მარხვა მაშინ იქნება, როცა 100,000-იან მანქანას განკიდი, 5,000-იან სიყიდი და 95,000 შეცმოიხარ, მრევლსაც თუ შენს ოჯახსაც და ეკლესიასაც მოახარ. ეს არა საჭმელება. და თუ არის კაცი ხარ, 5,000-ს დაიდო, შენს ოჯახს მოახმარებ და შენს გარშემო ატაკებს სიცოცხლეს გაუხარებ. ესაა საჭმელება. ამიტომ მაკეტურია ჩვენი რწმენა, ჩვენ არა ვართ რწმენები. ჩვენ ვართ ფარისეულები. ესაა ფარისეულობის მოტივები. ამიტომ სიმართლე უნდა ითქვას და სიმართლე თუ არ ითქვა, მაშინ ღმერთი აიტყვის ჩვენზე წყალობას. დავიჯერებთ, რომ ვართ გაგწყინა, არა ვართ გაგწყინებულები, ჩვენ ვართ ზოდებში